გლობალ უწყვეტი პროევროპული აქციების 153 დღეს თბილისში სტუდენტების ორგანიზებით მასშტაბური აქცია გაიმართება. ისინი 19 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან. შემდეგ გმირთა მოედანზე სვლელობით მივლენ, სადაც გასული წლის მსგავსად ქვეყნის წინაშე ფიცს დადებენ. ღამით კი ქაშვეთის ეკლესიასთან აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ. აქციის მთავარი ორგანიზატორი დაფიონი და მისი ერთ-ერთი ლიდერი ზვია ცეცხლაძეა, რომელიც ახლა საპატიმროში იმყოფება. April. ეს თარიღი ჩვენი სუპროვო რიცხვი არ არის. ეს არის სიმბოლო. დღე, როცა სიჩუმე დავამარცხეთ. როცა ჩვენ გამოვედით, როცა გავბედეთ და ვთქვით ის, რაც ხვებს ჩურჩული და ცალ ვთქვამთ. დღეს 1 წლის შემდეგ ისევ აქვთ. ჩვენ აღარ ვართ ის, ვინც ვიყავით. ახლა უკვე სულიერად გაცილებით ძლიერები ვართ. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ერთხელ უკვე თქვა არა და მან იცის თუ გაჩუმდება და კარგავს ყველაფერს. და ამ გზის შუაგულში, რომელზეც ვდგავართ, დგას ზვია ცეცხლაძე, დაფიონის ლიდერი და თესეუს სტუდენტი, რომელიც დღეს ციხეშია. მისი დანაშაული მხოლოდ ერთი რამეა, იმაზე ხმამაღლა თქვა სიმართლე, ვიდრე ეს რეჟიმს აწყობდა. მაგრამ ზვიადი არ გაჩუმდა. ვერ ჩაამუჯეს მისი ხმა, მისი იდეები ისევე კაფიოდისმის, როგორც 9 აპრილს 1 წლის წინ. ზვიადის ინიციატივით დაგეგმილი აქცია დღეს აღარ არის უბრალოდ პროტესტი. ეს არ არის მოწოდება, ეს არის ღირებულებების დაცვა, თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანობის. ღირებულებების, რომლებისთვისაც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრები სიცოცხლეს დადგნენ. და დღეს ეს მძიმე ჯვარი ჩვენ გვადევს. ჩვენ დგავართ, რადგან გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. დგავართ, რათა იმ თაობას, რომელიც ახლა იბადება, დაუტოვოთ ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება არ ისჯება, სადაც ადამიანებს ქუჩაში არ კლავენ. ჩვენ დგავართ იმიტომ, რომ თუ არ დავდგებით, მომავალი დაიღუპება. ზვიადის ხმა, რომელიც საქმიდან გამოვიდა, ბევრს გაახსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი. რა გზა გამოვიარეთ, ვის გვერდით ვიდექით და როგორ ვერ შეძლო რეჟიმმა ჩვენი გაჩუმება. ზვიადის ხმა დღესაც გვაერთიანებს. ის მაგალითი იქნება მომავალი თაობის. და ახლა 19 აპრილს იმავე ადგილას, სადაც დაფიონის ხმა პირველად გაისმა, ჩვენ კვლავ შევიკრიბებით. ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც პირველად გაისმა ხმა. ადამიანები კვლავ შეიკრიბებიან, რათა დაადასტურონ. იდეები უკვდავია და ხმა ერთხელ ამღერებული, არასდროს გაჩუმდება. 19 აპრილს პროტესტს უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტური მოძრაობის წევრები. გავიდა 1 წელი შაშანდადებული ფიციდან. საზოგადოება სტუდენტები ახსენებენ ამ ფიცს, რადგან მზად არიან, რომ ეს ფიცი სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცვან. სტუდენტური ერთობა და საზოგადოების ერთობა კვლავ წარმოჩინდება, კვლავ დაანახვებენ ერთმანეთს და ამავდროულად საზოგადოებას, ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებას, რომ ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ მნიშვნელოვან თარიღს შეხვდნენ ერთად, მედეგად და გაიარონ ეს რთული გზა იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან რუსეთის მსახურებისგან. სტუდენტები ყოველთვის იყო ამ ქვეყნის მამოძრავებელი ძალა და ახლაც სწორედ ასეა. ერთმანეთს თუ ახლა არ დაუდექით გვერდში, ამას სხვა არავინ არ გააკეთებს. ჩვენს ქვეყანას ახლა სჭირდება დაცვა. იმიტომ რომ არის ძალიან რთულ ვითარებაში. დაკავებულია უკანონოდ უამრავი პატიმარი ჩვენი მეგობრები, თანამებრძოლები და მათ გამო და ქვეყნის მომავლის გამო სწორედ უნდა გამოვიდეთ სტუდენტების დაგეგმილ აქციაზე, იმიტომ რომ სტუდენტები არის ის ძალა, ვისაც შეუძლია ეს ქვეყანა დაამსგავსოს ქვეყანას. დაანონსებული სტუდენტების მხრიდან, ანუ სტუდენტებმა დაანონსეს, გაწერილია ზვია ცეცხლაძემ დაანონსა ციხიდან, მოგეხსენებათ, მაგრამ ამავდროულად ჩართულები იქნებიან არა მარტო სტუდენტები, არამედ ცნობილი სახეები იქნებიან, მსახიობები, მომღერლები თუ ასე შემდეგ. შევიკრიბებით და გავიმეორებთ ისევ და ისევ ფიცს, რომელიც დავდით 2024 წლის 19 აპრილს და შევახსენეთ რა არალეგიტიმურ მთავრობასთან ჩვენ ფიცი გვაქვს ნათქვამი და ამ სიტყვას ბოლომდე მივიღოთ. ხვალ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით საპატიმროდან წერილს ავრცელებს პროევროპული აქციებისას დაკავებული 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია. ის მოქალაქეებს 19 აპრილს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ძვირფასო მამულიშვილნო სტუდენტებო მოქალაქეებო მიხარია და გულსმითფობს თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის სულისკვეთება. ერთად გზის გაკაფვა იმ დღისთვის, როდესაც მოვიშორებთ რუსული იმპერიალიზმით შეპყრობილ ცუდ ქართველებს და დავეხმარებით სამშობლოს. კიდევ ერთხელ გაბრწყინდეს ნიკოპსიიდან დარუბანდამდე. თუმცა მაგ სანუკვარ დღემდე უნდა დავუმტკიცოთ სამშობლოს ჩვენი ერთგულება და შეუპოვრობა. კვლავ შევიკრიბოთ 19 აპრილს სტუდენტურ აქციაზე და გავაპროტესტოთ რუსოფილთა სექტის არაადამიანური მოპყრობა თანამებრძოლთა მიმართ. სამშობლოსა და კონსტიტუციის ერის ღალატი, დასავლეთის გეზის ჩრდილოეთისკენ შეტრიალება და ყველა
ის უსამართლობა, რაც თავს მოგვახვიეს. არასოდეს დავდნებდებით არც ერთი კარგი ქართველი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. სტუდენტები 19 აპრილს დაანონსებული აქციით 1 წლის წინ გმირთა მოედანზე მათ მიერ დადებულ ფიცს გაიხსენებენ.